გემრიელად მიირთვი. ხედავ დედა, არ რეკავს. ასა ძნელია დარეკო და ბოდიში მოიხადო. შულო კომპანიიდან ვიღაცას ხომ უკვე დაარეკინა. კიდევ რა უნდა გააკეთოს და თან ბარათი შენ დაკარგე. პირველივე დღეს გააკოტრებ კომპანიას. მადლობა დედა, მართლა, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. შვილო, ჩემი შეკვეთა მოიტანეს, გამოართვი და კაფეში წაიღე. კარგი. ჩემო ძვირფასო, ძვირფასო. Ozan? Merhaba. გამარჯობა. გამარჯობა. ესრა. ვიფიქრე და გადავწყვეტე რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა მე რომ მოსულიყავი. უსამართლოდ მოგექეცით. სულ ესაა? ყველას წინაშე შემარცხვინე. ქურდი დამიძახე. გონია რომ მაპატიეს თქმა საკმარისია? ხო, მაგრამ შენი კარტით არ შევიდნენ და შენ თვითონ თქვი რომ გუშინ ღამე კომპანიაში იყავი. რა უნდა მეფიქრა? ის რომ მე მაგას არ გავაკეთებდი. მეგონა დამეცავდი მაშინაც კი თუ სხვები დამადანაშაულებენ, მაგრამ შენ რა გააკეთე? პირველმა შენ დამადანაშაულე. კარგი, მაგ ყველაფრის მერე შენთან მოვედი. სხვა რა უნდა გვექნა? მაპატიეს რა. ვირივით მოვიქეცი. შეგიძლია ეს თქვა. იმის გამო რომ კარტა დაკარგე ოფისიდან მონაცემები მომპარეს. თან ისიც ვიცი რა ჩემს მანქანას გაუკეთე. რა ხდება? ბოდიშის მოსახდელად არ მოხვედი? ისე უკმაყოფილება რატომ მესმის? ბოდიში ხომ მოვიხადე. ასე არ შეიძლება. ხმამაღლა მითხარი, ვერ გავიგე. მაპატია. ვერ გავიგე. მაპატია საკმარისია? მეტი არც მთხოვა. ხვალ მოდი და მუშაობა გააგრძელე. მე მგონი კომპანიაში რომ ვეღარ დამინახე მოგენატრე. არა, ვერაკით გამიხარდა რომ თავიდან მოგიშორე. მაგრამ სენდისი არ მიშევს. მითხარება, დაბრუნდები? რადგან ასე მაძალებ, მოვალ. ეს რა არავინ არ გაძალებს. ეს რა? ოზან. კეთილი იყო შვილო. ჩვენთან ამოსულიყავი ჩაით გაგიმასპინძლდებოდით. არა, მადლობა, უნდა წავიდე. ელიფ. შვილო, ეს ოზანი ელაპარაკება ეს რას? სად? მოდი შეხედე, მე ვერ ხედავ. არა შეხედე. გეპიცები ეგაა, დედა. ეს რას ელაპარაკება? დედა. შვილო. თქვენ დაგიყვანეს. დანაშაულებრივი ორგანიზაცია აქვთ. დედა რას ამბობ? დედიკო, მშვიდად, დამშვიდდი. ბოროტი ქალი. ქალბატონო ზუმრუთ, სიტყვებს დაუფიქრდით ბოლოს და ბოლოს ეს რა გაამართლეს. შვილო, მაინც ფრთხილად იყავი, არავინ იცის რას გიზამენ. დედა, ქალბატონო ზუმრუთ დეიდა. ეს უკვე შეურაცხყოფაა. შვილო, შენს დასახსნელად მოვდივარ. რას აკეთებ? შვილო, შეიძლება კაბა გაიხეს, გაიქეცი. რას აკეთებ, მოიცადე. ძმაო, მოდის. მოდის. სირცხვილი. გვაპატიეთ. რას ამბობ, შვილო? ქალბატონ ზუმრუთს ხომ ვიცნობთ, სულ ასეა. ფრთხილად. პოლიცია ხომ ყავს, ვინმეს დაურეკეთ. დედიკო. შვილო. დამშვიდდი, ფრთხილად არ დაეცე. ჩემ შვილს არ მიეკაროთ. განსაკუთრებით შენ, ეშმაკო. ეგ რას ნიშნავს? ჩემს ბიჭს თქვენ არ მოგცემთ. კარგი. დედა, მოიცადე, არ გინდა. რა საქმე მაქვს ამ ბოროტ ქალთან? ან ამ დონესთან? დედა, დაბლა რატომ ჩამოხვედი? კაფის გასაღები დაგავეწყდა. ოზანი რატომ მოვიდა? ბოდიში რომ მოიხადა. და შერაქენი აპატიე? მოვიდა. ბოდიში მომიხადა. თქვა რომ სულელურად მოიქცა. და მეც ვაპატიე. ანუ კომპანიაში ბრუნდები? დავრუნდები დედა, დავრუნდები. ოჩახ, ძალიან მომეწონა. მეც. სამსახური დაიწყო თუ არა, რამდენიმე დღეში უკვე სახლში მოაკითხე. დიდ თამაშს გეთამაშებიან და შენ ვერ ხედავ. დედიკო, ასე არ არის. დაჯექიდან დამშვიდდი. ყვილი დააბრალეს და მეც ცოტა დამნაშავება რამაში.
ამიტომ მოვედი და ბოდიშიც მოვხადე. რა, ბოდიშიც მოვხადე? ჯეიდეს დაურეკეშვილო. ჩაიდალიონ, ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვა. დედა მაგას შეიმარქვია. რა მნიშვნელობა აქვს? მეც კიდევ მიმახსოვრე. გეყოფა მორჩი უკვე. აღარავინ აღარ მჭირდება. ასეც კარგად ვარ, კარგი. თანაც ესრასთანაც არაფერი გამომივა. არი დარდო. რა მოხდება დაჯექით და ერთხელ ჩაიდალიეთ. ჩაი ბოლოს და ბოლოს. დედა უკვე დამღალე. ელიფ, როგორ ამშვიდებთ ხოლმე? ბოლო დროს სულ შეზე ლაპარაკობს და მე დასვანებული ვარ. გამარჯობა, გამარჯობა. გამარჯობა ტონე. მეგობრებო, დილამშვიდებისა. დილამშვიდებისა ეს რა. კეთილი იყოს, ეს რა კარგია რომ გაირკვა. ხო, გავიგეთ და ძალიან გული დაგწყდა. დიდი მადლობა, ყველაფერი გაირკვა და მე ისევ აქ ვარ. კეთილი იყოს. დიდი მადლობა. ჩემთვის რომ ქურდი ეწოდებინათ. აქ მეორედ აღარ მოვიდოდი. მაგრამ სიამაყე ყველას არ აქვს. თელმა კომპანიამ მომიხადა ბოდიში, ჩემთან სახლშიც კი იყვნენ. ამიტომ უარი ვერ ვუთხარი. ჩვენი კომპანია ასეთი კარგი და განსაკუთრებულია. შენი ახალი ბარათი. ფრთხილად იყავი, ისე ვარ დაკარგო. კარგი. დილამშვიდობის. ჩინარ, დილამშვიდობისა. იცი რამდენი რამ გადამხდა? ვიცი. ერთი წუთით. მარტო შენი ცოდი კარტა რომ დავკარგე. შენ უთხარი ხო? ნუ, შესაძლოა ცოტა დაგეხმარე. რატომ არ მითხარი? ფაქტიურად ციკლს გადამარჩინე. მადლობა. არაფრის. მაგრამ ასე უბრალო მადლობას არ მივიღებ. რამე გემრიელ საჭმელზე უნდა დამპატიჟო. აბა არ დაგპატიჟებ? თან იმაზე, რაზეც მოგინდება. შევთანხმდით. კალბატონო ესრა, ბატონო ზანთმენთან საუბარი უნდა. 2 წუთიც ვერ ჩერდება უჩემოთ. კარგი. კალბატონო ესრა აკეთ. ბატონი ეზენი კაბინეტში არაა? არა, დაბლაგელოდებათ. თხოვთ კალბატონო ესრა. სადმე ყავართ ბატონო მუსა? ბატონი ოზანი გელოდებათ. მადლობა. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. იმედი არ ფიქრობდი რომ მარტივად გამოძრობოდი. ისო თითქოს არაფერი მომხდარა. მიდი ესრა. აი ღრუბელი, სათლი, წყალისაკ არის და იწყე გარისვა. მე რატომ დაგავრეცხო? სამრეცხავში წაიყვანე, მე გადავიხდი. მე მინდა რომ შენ გარისვა ესრა. თუ არა და შემიძლია გიჩივლა. კარგი. ერთხელ განყოფილებაში მოხვედრად საკმარისია ჩემთვის. კარგი, ყველაფერს ვიზამ. მიდი. ერთი წუთით. ბოლომდე ვერ მოასწარია რა, რისი დაწერა გინდოდა. მინდოდა და მეწერა. პატივცემლო აღმასრულებელო დირექტორო, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. ამდენ სად დატევდი, ამდენ სიტყვას. სადმე აქ დავწერდი? წერტილიც კი არ უნდა დარჩეს. მიდი ყველაფერი მოწმინდენ. არ დარჩება, არ იდარდო. იმდენი რამე მაქვს განარეცხი. გონია მანქანის გარეცხვა შემაშინებს? აი ნახავ როგორ გავწმენთ. გაგრძელე, გაგრძელე. ამომასუნთქე. დაამთავრე და მე ამოისუნთქებ. მიდი, მიდი. მიდი. თუთი ყუშებით ჩაიხვია.
უფრო კარგი ხარისხის საღებავი უნდა მეყიდა, რომ არ მოშორებოდა. იქნებ ფული არ მეყო. კარგი არა უშავს. ასე არ გემოვა ეს რა. ჩემს ანარეკლს უნდა ვხედავდე. დაინახავდი ბედნიერი უნდა იყო, რომ ხელი შეგიშალი მაგაში. რა მეთქი? იმას ვამბობ, რომ გავასუფთავებ, მორჩა. მორჩა. მორჩა? ხო. კარგია, არა უშავს. მიდი რადგან დაიწყე მთლიანი მანქანა გარესხე. წინიდანაც და უკნიდანაც ეს რა. ეს რა. არ დავხარჯნო. მორჩა. კარგი. არა უშავს. მაინც სამრეცხაოში უნდა წავიყვანო და იქ ყველაფერს მოაშორებენ. რა? ვერ ვიჯერე პოზან. ვერ ვიჯერე ბატონო ოზან. ისე უნდა გეთქვა, დაგავიწყდა? თავი მოიწესრიგე, თათმა გაისწორე. კომპანიაში ამას ყურადღება ექცელა. ეს ხომ იცი? ნეტა მე მოვიგო ბახშამი. რა ბახშამი? არ იცოდი? ამ თვეში აღმასრულებელ დირექტორთან იქნება ბახშამი. მართლა? ხო, ერთ-ერთი ჩვენგანი აღმასრულებელ დირექტორთან ერთად ივახშმებს. იმედია ეგ მე ვიქნები. ნახოთ. როგორც იქნა, ჩემი ოცნება ახდა. მომავალში ვიტყვი, რომ ყველაფერი რომანტიკული ბახშმით დაიწყო. გაგიჟდი? ღმერთ მაქნას. გოგოებო, რაღაცას გითხავთ, ტუალეტში რაღაც ვახშამზე ლაპარაკობდნენ. რა ვახშამზეა საუბარი? თვის ყველაზე კარგი ამბავია ძვირფასო. ის ვინც საუკეთესო შეთანხმებას გააფორმებს ბატონოზანთან ერთად ივახშმებს. მართლა? როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა? თვალები დახუჭე და დაიძინე. იმიტომ რომ ასეთ რამეს მხოლოდ სიზმარში ნახავ. ვითომ რატომ? მონაწილეობის მიღება არ შემიძლია? რა თქმა უნდა შეგიძლია ძვირფასო. ამას იმიტომ გეუბნები რომ ტყუილად არ იწვალო. იმიტომ რომ ისედაც ვიცით ვინ მოიგებს. ვნახოთ. პასუხისგებელი შენ ხარ სტაჟიორებზე უნდა გაგეფრთხილებინე რომ მეტი ყურადღება მიექციათ ბარათებისთვის. გავაფრთხილე. ესე იგი საკმარისად არ გააფრთხილე. კარგი. მართალი ხართ. დაველაპარაკები სტაჟიორებს. ეგ უკვე შენი საქმეა, იმიტომ რომ მეორედ აღარ გაგაფრთხილებ. კარგი, ქალბატონო ჩაგლა. ყველაფერს მოვაგვარებ, არ იდარდოთ. სტაჟიორების გამო მეჩხუბნენ. ჯერ არ მოსულა და მაგის გამო ლამეს გამაგდეს. მე შენ განახებ. ესრა. გისმენთ ქალბატონო, გადავწყვეტე შანსი მოგცე ესრა. ერთი რესტორნის დამატება მინდა აპლიკაციაში. ძალიან პრესტიჟული ადგილია. ჩვენ არ გამოგვივიდა, მაგრამ ჩემი აზრით შენ გამოგივა. ბოლოს და ბოლოს ამ სფეროში კარგი გამოცდილება გაქვს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ. რომელი რესტორანი? რესტორანი ნევანი. ნევანი? ძალიან კარგი რესტორანია. და ჰოტელიც აქვს. კი. ქალბატონო ფერაია. მაღალ საზოგადოებას არ ემსახურებიან? არ ამგონია ჩვენს აპლიკაციას შეუერთდნენ.
ეს რა? ჩვენი სამსახური ზუსტად შეუძლებელის გაკეთებაა. შენი მჯერა. ასეთ ძვირადღირებულ კონტრაქტს თუ გააფორმებ, თვის საუკეთესო თანამშრომელი გახდები. და ვახშამსაც მოვიგებ. რადგან ასე გჯერათ ჩემი. იმედებს არ გაგიცრუებთ. მისამართი მჭირდება. მისამართს გამოგიგზავნე. კარგი. არ მესმის ასეთი მნიშვნელოვანი დავალება სტაჟიორს როგორ მისცა. ძალიან მარტივად ამ გოგოზე შეიციკლა და რესტორნის დავალება მისცა. არაფერი რომ არ გამოვა, მარტივად გააგდებს კომპანიიდან. ქალბატონო ფერაია, მე მინდა ეს დავალება. მე წავალ რესტორანში. არა, მე წავალ ვახშამზე. უფრო სწორად რესტორანში. დავიმსახურე და ამიტომ დამავალეთ ეს საქმე. ეს რა? დამიჯერი მე წავალ. მე. არა, მე წავალ მე. მე. არ შეიძლება ჩინა. შენ სხვა დავალებას მოგცემ, მაგრამ გაკვირვებული ვარ შენი მონდომებით. შენია ეს დავალება. მადლობა. ეს რა? რატომ არ მისმენ? მოდი ასე მოვიქცეთ. ერთად წავიდეთ რესტორანში. თუ შევთანხმდებით, შენ მეიღებ გულებს. თუ არ გამოვა, მე ავიღებ ჩემს თავზე. უცებ კეთილი ანგელოზი გახდი? რა ხდება, რა გინდა? არაფერი ისე. კარგი, ჩემთან ერთად წამოხვალ. წავედით. რეიხან ამ ხარეს გადმოდი. თხილად. რა მოხდა დაო? ქურდები მომრავლდნენ ამ ადგილას. ჩანთა არ მოგპარონ. და უზრდელობა? რას ნიშნავს უზრდელობა? ახლა ქურდებს კი არა, კაფის უფროსებს ეძახიან. ვერ გავიგე. ზუმრუთ. ყვილად ნუცდილობ. ჩემი შვილი გაამართლეს. უდანაშაულოა. შენი შვილი მოვიდა და ეხვეწებოდა. ბოდიში მოუხადა. რაზე მელაპარაკები, ქალბატონო? შენ რა გინდა? ის ბრაზდება, ვინც თავის თავზე იღებს. მომისმინე და მომისმინე, ჩემს თავზე არ ვიღებ. ამდენი წელია საუკეთესო ვარ ამ რაიონში. საუკეთესო. არ მიყვარს ასეთი უბრალო და გოიმური გამოხტომები, ვერ ვიტან. მაგას მე მეუბნები? იალჩინ, სად იყავი? ვერ მივხვდი. ეს რა არის? Sadi abi. Ya sus Menekşe sus. Millete laf yetiştirmekten alışveriş mi yapabildim? Bana bak bu Zümrüt cadısı var ya, mahalledeki herkese Esra'nın hırsız olduğunu söylemiş. Benim dilim damağım kurudu, içeri geçiyorum. Sindisze gadaxvedi Zumrud. Tamam. Kargi. Görüşürüz. Vnaxot. Neriman. დამავიწყდა მეთქვა. რა? გუშინ ოზანი იყო ჩვენთან. რომ ესრასთვის ბოდიში მოეხადა. ჩემი შვილი ესრა რა თქმა უნდა ამაყია. დედას გავს. იმდენი ეხვეწა. ისევ დაბრუნებულიყო. ესრა შეეცოდა და ბოდიში მიიღო. სამუშაოზე დაბრუნდება. ზუმრუდმა სხვანაირად მოყვა. თქვა რომ ესრა ქურდია და მეტი არაფერი. ნერიმან, მაგას რატომ უსმენ? სულ ვიტყუება. მე რომ მაგისთვის მესმინა, აქ არ შემოვიდოდი. ეგრას ნიშნავს, რას ამბობ? ზუმრუდი ყველას ეუბნება, რომ საღებავში საწმენთ საშუალებას ურევ. ყუილია. რა თქვერაო? ცხენი. რა ცხენი? ეგ აღარ ვიცი, მაგრამ თქვა რომ ფარშში ცხენის ხორცს ურევ. კიდევ რა უნდა? კარგი, მარტო ეგ რომ ყოფილიყო, მითხრა რომ თმის გასაკეთებლად შემოვიდა და თმა დაეწვა. რა? ამბობს რომ პომიდორებს ღებავ. რას ქვია ვღებავ? გახსოვს ის მეზობელი, შენს გამო დაიწყო სხვაგან ხორცის ყიდვა. თქვა რომ ყველა ბოსტნეულში ჰორმონებს ამატებ. რატომ მოდის აბაკვირაში სამჯერ აღარ მოვიდეს? მასე ამბობს რომ შენთან აღარ ივლის. ნუ ინერვიულებ მაგაზე. მე როგორც შენს მეგობარს უნდა მეთქვა შენთვის. ნერიმან, ბევრი საქმე მაქვს, პროდუქტები მაქვს საყიდელი. დამლოცე, იოლის სამუშაო. გლოცავ დაო. გამარჯობა, მერე შემოვალ. ამ ზუმრუდს თავი ვინგონია. აქ ვეღარ შემოვა. აი ნახავს რომ მოვა. მოგესალმებით, კეთილი იყოს. მოგესალმებით, ბატონ ოსმანთა შეხვედრა გვაქვს დანიშნული. მაღლა გაგაცილებთ. აქეთ ტერასაზეა. მადლობა, არაფერს. ჩინა როგორი ლამაზი გარემოა რა? ამ ხეთ შეხედე. არ ვიცი, ლამაზია. ნორმალური ადგილია, ლამაზი რესტორანია. ნორმალური? გეგონება სულ აქ ჭამდე. ო, ასე გამომივიდა.
სხვა არავინაა. ბატონო ოსმან, გამარჯობა. დიახ, ტელეფონზე გესაუბრეთ. მილენიუმ სოფტიდან ვართ. დაბრძანდით. დრო ცოტა მაქვს. მოდი საქმეზე გადავიდეთ. გისმენთ აბა? კარგით, ახლავე. ბატონო ოსმან, თუ თქვენი რესტორანი ჩვენს აპლიკაციაში შეუერთდება, ძალიან ბევრი ადამიანი გაგიცნობთ. ამავე დროს, ეგ რა შემჭირდება? აქ ისედაც გამორჩეული ადამიანები მოდიან და ბედნიერებიც არიან, იმიტომ რომ მხოლოდ ასეთ ხალხზე ვმუშაობთ. მართალი ხართ. პოპულარობამ შეიძლება ამ ადგილის ფასი დაწიოს. ჯობია წავიდეთ. ჩინარ. დაჯექი ჩინარ. ბატონო ოსმან, ასეთი შეხედულება მოძველდა და აქტუალური აღარაა. ახლა ასეთ დასკვნებს აღარავინ აკეთებს. განსაკუთრებით ახალი თაობა. ჩვენი აპლიკაციის დახმარებით შეძლებთ უფრო მეტად დაუახლოვდეთ ახალგაზრდებს. ეს თქვენთვისაც და ჩვენთვისაც კარგი შანსი იქნება. თან კლიენტები მხოლოდ იმიტომ ხომ არ მოდიან, რომ აქ იყვნენ. არამედ იმიტომაც, რომ თქვენი არაჩვეულებრივი საჭმელები დააგემოვნონ. მართლა? მაგალითად, რომელი არაჩვეულებრივი საჭმელი? მითხარი აბა ჩვენი საჭმელებიდან ყველაზე ძალიან რომელი მოგწონს? ყველა. აი მაგალითად ერთი რომ ამოარჩიოთ, რომელს ამოარჩიოდი. თქვენი მზარეული ერთი ძალიან გემრიელ საჭმელს აკეთებს. ოხრახუშით და კარტოფილით არის გაფორმებული. თქვენი ყველაზე კარგი საჭმელი ფარშირებული რვაფეხაა. სახელგანთქმული ფრანგული რესტორნის რეცეპტით არა? თითქოს სხვა რამე ორიგინალური არ შეიძლებაოდეს. არ არის საჭირო ასე მოგცევა და გაკვირვება. თქვენი საჭმელები ვიცით. და აპლიკაცია ნახე. თუ მოგინდებათ შემოგვიერთდებით. თუ არა და წავედით. უზრდელურად იქცევით. ჩვენ არაფერს ვიპარავთ, არავის სამზარეულოდან. შემომხედე. რას აკეთებ? ყველაფერი გააფუჭე. ეს რა მექნა? ვერ ნახე ეს კაცი როგორ გელაპარაკებოდა. ასე დამეტოვებინა და დაემსირებინა. ჩინარ, შენი დაცვა არ მჭირდება. მე შემიძლია თავის დაცვა. მომისმინე ეს რა. ჩემი თანდასწრებით ასე ვერ ამინდა გელაპარაკება. ამ ხელა მნიშვნელობას რატომ ანიჭებ? შენი ფირმაა? ამ რესტორანშიც ვერ გაჩერდი წესიერად. ნათელია რომ ყველაფერი მიზამზარეული მოგართვეს. სკოლა საზღვარგარეთ სწავლა საფრანგეთში. მაგრამ მე მასე არ ყოფილვარ. ყველაფერი რაც მოვიპოვე, ჩემით მოვიპოვე. ხომ იცოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს საქმე ჩემთვის. გადამეკიდე, წამომყევი და მე ყველაფერი გააფუჭე. ეს რა, კარგი? ვიტყვი რომ ჩემს გამო არ გამოვიდა. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხო, შევატყვე რომ ეგ გინდა, მაგრამ მასეთი არ ვარ. არ ჩაგიშვებ. მადლობა რომ გამომყევი და მე ყველაფერი გააფუჭე. ხვალინდელი ვახშმისთვის მზად ხარ? არა. არა. ხო, მოდი გავაუქმოთ. რატომ დანიშნეთ ჩემს უკითხავად? რა ვქნა ბატონო ოზან? ძალიან პოპულარული ხართ. თანამშრომლებამ შემომთავაზეს და ყველამ თანხმობა განაცხადა. მე ვერაფერს ვიზამდი. კარგი და ვერ გავაუქმოთ. მართლა არ არის საჩემო საქმე. არა, ძალიან გვიანია. ოფისის ყველა გოგოს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. რას ამბობ? მე შემუერთდე გოგოებს. აბა სხვანაირად არ პატიჟებს ავახშმოთ. რატომ? აი ხომ მოვჭამთ. იმ საჭმელზე არ ვამბობ, შესვენებაზე ლამის ფეხზე მდგრები რომ ვჭამთ ხოლმე. კარგი რა ჩაღლა. დროს კარგავთ როცა რესტორანში ვჭამთ. აქ ხომ ვჭამთ? ასე უფრო გემრიელია. მართლა ეს საქმეები არ მინახავს, დრო არ მქონდა. იქნებ ერთად გადავხედოთ. ვნახოთ. მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. გილოცავთ ჩვენს აპლიკაციაში გაწევრიანებას. დროებით. მეგობრებო, საკონდიტროს შევუთანხმდი. ხომ გეუბნებოდით, ვამბობდი რომ ვახშამზე მე წავიდოდი. გილოცავ, ყოჩა. სიმი ადეკი რამე კარგი ჩასაცმელი უნდა ვიყიდოთ, კარგი? სასწრაფოდ. წადით, მივიდით. ეს რა? მე გავდივარ. წამოხო. არა, კიდევ ვიმუშავებ. შენ წადი. კარგი, იოლის ამუშაო.
ბატონო ოსმან, გამარჯობა, მე ესრა არტემი ვარ. დილით შეხვედრისას ცოტა უხერხულად გამოვიდა, მაგრამ თუ გნებავთ კიდევ ერთხელ მოვალ და მოგიყვებით აპლიკაციაზე. რა სიტყვით? თავისუფალი ხართ? ტელეფონი გამეთიშა. რეიჰან, ძალიან კარგი ამინდია. ზუსტად ისეთია ფული რომ უნდა დახარჯო. ცოტა გავიაროთ, ფული დავხარჯოთ, ღარიბებსაც გავახარებთ. და რა სიტყვებია, თან ძალიან დავიღალე. ღვთისგულისათვის სახში წამოდი. არა, დასახარჯე ფული ჯიბეში არ უნდა გედოს. და იმახსოვრე. დაო. მოდით, ახალი ბოსტნეული, მოდით. მოდი, შენც მოდი. გამარჯობა, იოლი მუშაობა. ბატონო, 3-5 კილო ვაშლი ამეწონეთ. და ეს ვაშლები შენთვის არ არის. ვინ ვართ ჩვენ რომ თქვენთვის შესაფერისი ვაშლი გქონდეს? ჩვენ ხომ ღარიბები ვართ, ბევრი ჰორმონებით. რას ამბობს რა ჰორმონები? არ ვიცი და ვერ მივხვდი. ალბათ იმის თქმა უნდა რომ ცუდი ვაშლია. კარგი, სახში არც პომიდორი გვაქვს. პომიდორი ვიყიდოთ 3 კილო. არა, აღარა გვაქვს. როგორ აღარ გაქვთ? ბრმა კი არ ვარ. 2 პომიდორი დგას. ფულს ხომ გიხდი? გიჟი. ღმერთო ჩემო. არ ვყიდი. მერე? ყველას მივყიდი და თქვენ არა. მორჩა, ვიკეტებით. აღარ დამელოდოთ. ხორცს ვიყიდი. საჭმელებისთვის ხორცი გჭირდება. ცოტა. დაგეტილია. დაგეტილი როგორ აღია? დავკეტე. ყველაფერს ძვირიანებს ვიყიდი. სტეიკისაც ვიყიდი. გააღე, რა ხდება? და ღვთისგულისათვის რაღაც თავს კარგად ვერ გრძნობ. სახში წამოდი. არ არის ხან. დღეს ეს ფული უნდა დავხარჯოთ. გრძელი თმები მაქვს. სალონში წამოდი, შევიჭრი. მოგესალმებით, იოლი მუშაობა. ნერიმან, რა გინდა რა? რა მოხდა? შენც ნერიმან? რა გჭირთ ყველას? დღეს ყველა რაღაც უცნაურები ხართ. რამე წამალი დაგალებინეს თუ რა ხდება? ჩვენ ვართ უცნაურები. გაიგეთ? ჩვენ ვართ უცნაურები. თუ არ მოგწონს, სხვა რაიონში წადი. მიდი. რას ამბობს? წამოდი და წავედით. ფაქტია რომ რაღაც ხდება. აბა, კარგ დღეს გისურვებთ. არსად წამოვალ ქალბატონო. კლიენტი ვარ და ფულიც მაქვს. თმის გასწორება მინდა. არ გაგისწორებთ მას. არ გაგისწორებთ. მოდი სადე გასწორება. მიდი, სხვაგან წადი. მიდი გოგო, მიდი. ავადმყოფები არიან? გიჟები, მთელი რაიონი გაგიჟდა. რეპუტაცია ასე იქმნება. ქალბატონო ზუმრუდ. რა ვქნა, ფაქტია რომ ამ ღარიბებს ჩემი შურთ. კარგი, გავაკეთე ამ რაიონში რომ გადმოვედი, ვეღარ გავიგე. კარგი, და წამოდი ჩაის მოგიდუღებ, ცოტა გონზე მოხვალ, წავედით. გინდათ კიდევ ერთხელ მოგიყვეთ ჩვენს აპლიკაციაზე. ძალიან დაგეხმარებათ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რესტორანი ხართ. დარწმუნებული ხართ? თუ რამე ინფორმაცია დაგჭირდებათ, ან თუ გადაწყვეტთ, ეს ჩემი ნომერია, ეს რა არტემი, შეგიძლიათ დამირეკოთ. რა საოცარია. ყველა წავიდა. შენ აქ რას აკეთებ? საქმე მაქვს, მუშაობ. რა საქმე? რესტორანი ნევანი მინდა ჩვენს აპლიკაციაში დავამატო. და სხვა რესტორნებიც. ეგ შენი საქმე არ არის ეს რა. ვერ შეძლებ და არც ცადო. ეგ ჯერ არ ვიცით. თუ ამ კონტრაქტს მოვიპოვებ, ჩემთან ერთად სავახშმოდ წამოხარ. გაგახსენებთ პატივცემულე. ეგ არ მოხდება სტაჟიორო. არ იცადო, იმიტომ რომ მაგ კონტრაქტის დადება შეუძლებელია. შენი სახიდანაც ჩანს რომ ყველაფერი ცუდად არის. ხომ გეუბნები ეს რა? აქ დიდი ხნით არ ხარ. მიდი, იმუშავე. ისედაც მუშაობ.
მაპატიეთ ქალბატონო ჩაგლა, ისე უცბად შემოვედი. მოდი. მინდა და ცოტა ჰაერი ჩამესუნთქა. ეს ადგილი ვიპოვე და ამიტომ გამოვედი. ზოგადად ამ ადგილს მხოლოდ მე და ოზენი ვიყენებთ, მაგრამ რადგან მოხვედი, ცოტა დავილაპარაკოთ. აბა, შეეგვე ახალ სამსახურს. მართალია ბოლო დღეებით ცოტა თავგადასავლები გქონდა. შეჩვეული ვარ თავგადასავლებს. ჩემი ცხოვრება წინაღობები და ბრძოლაა. მართლა. მაპატიე რომ ისე დაგადანაშაულეთ, რომ ყველა დეტალი არ გვინახავს და არ გაგვირკვევია. კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. არა უშავს. ბოლოს და ბოლოს გაირკვა რომ ქურდი არ ვარ. რა თქმა უნდა. მე მგონი რთული დღე გქონდათ. პირადულია თუ? ქალბატონო ჩაგლა, მაპატიეთ თუ არასწორად. არა უშავს. ასე ვთქვათ, რაღაცები ისე არ მედის, როგორც მე მინდა. ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამოდის. კარგად ვიცი ეს გრძნობა. შენ რას აკეთებ ასეთ სიტუაციაში? მე არ ვნებდები. ბოლომდე მივყვები იმას, რის გამოც ვიბრძვი. ბოლოს და ბოლოს ერთხელ ვცხოვრობთ. იმას მაინც არ ვიტყვით, ნეტავ გამეკეთებინაო. ნეტავ ასე მარტივი იყოს ყველაფერი, როგორც შენაბობ. რა შეიძლება მოხდეს უარესი? მაქსიმუმ ის არ გამოვიდეს, რაც მინდა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვეტყვი, რომ მცადე. გაუგებრობა უფრო ცუდია. მადლობა ეს რა. აი ეგ ჯერ არ ვიცით. თუ ამ კონტრაქტს მოვიპოვებ, ჩემთან ერთად წამოხვალ ვახშამზე. იზავს. სერიოზულად? ამ ვახშამს მოიგებს? არა, ცხოვრებაში არ გამოვა ამ რესტორანთან დაკავშირება. ისმენთ. მე მგონი არ უნდა დავნებდეთ. ბოლოს და ბოლოს ერთხელ ვიბადებით. ჯობს გააკეთო, ვიდრე მერე თქვა ნეტა გამეკეთებინაო. როდის დაიჭირეს? კარგით კომისარო, დიდი მადლობა. მადლობა. ჩაგლა, ბოლოს და ბოლოს ქურდი დაიჭირეს. მართლა? და მონაცემები? უსაფრთხოდ არის. მაგარია. მოვედი რომ ციხესიმაგრიდან დაგიხსნა. ყოველთვის პრინცებმა უნდა დაიხსნან პრინცესები. ასეთი კანონია? იმ ადამიანს გავარ, ვინც უნდა დაიხსნათ, ქალბატონო. დიახ, ოზან, წამოდი ცოტა ქუჩაში გავიდეთ, ვჭამოთ. თამშვენიერი ამბავია აღსანიშნავად. კარგი წინადადებაა, მაგრამ უფროსი დღეს ცოტა დაიღალა. ცოტა ხანს ამოცება და მუშაობას გააგრძელებს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ არის, რასაც უნდა გადავხედო. ოზან, სულ ასეთი კაცი იყავი? როგორი? რომელიც საქმის გარდა ვერაფერს ხედავს. იცი რომ ამ სამყაროს გარდა რომელიც შენთვის შექმენი, სხვა მშვენიერი სამყაროცაა. ვიცი, მაგრამ არ მინდა. მადლობა. ოზან, ხედავ, გრძნობ. საერთოდ არაფერს მიყვები. მაგრამ შენი ეს მდგომარეობა წინა ქორწინების ბრალია? თუ არ მომიყვები, გონია რომ შინაგანი ცეცხლი თავისით გაქრება? ამიტომ არაფერს ამბობ ყოფილ ცოლზე. არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს სისტემა არ არის, რაზეც საუბარი ღირს ჩაღლა. ყველა ისეთი არაა, როგორც შენი ყოფილი ცოლი. თუ გარშემო მიმოიხედავ და ინახავ, რომ უამრავი ადამიანია, რომლებსაც შეგიძლია ენდო, იქნებ ახლოსაც არიან. მართალი ხარ. დრო კიდევ მჭირდება. იქნებ ეგ დრო დიდი ხანია მოვიდა, მაგრამ არ იცი. იოლი მუშაობა.
ნეტავი მჯადოქარი ზუმრუდის სახე გენახათ, როცა ყველა კარიდან აგდებდა. გეფიცებით ვარდისფერი გახდა. ო ჩაღმართლა. როგორ მოახერხე ამ ალგაჯის დაწყნარება ვერ ხვდები. Ya sen nasıl da alt ettin o görgüsüz cadıyı? მასა უნდა იცოდეს, რას ნიშნავს ჩემი შვილისთვის ქურდის დაძახება. დედა შეეშვი. დაანებე თავი მაგ ზუმრუდს. ბოლოს და ბოლოს გამამართლეს, ქურდი არ ვარ. შეეშვი. რატომ ძვირფასო? 2 დღეც არ დასჭირდება, ყველაფერს წაიღებს და რეიონიდან წავა. დედა რა წასვლა? ჩემს შვილებს რატომ მაშორებ? როგორ არ გრცხვენია? რას ბოდავ შვილები ყავს? დედა, ჩემი და ელიფის შვილებზე ვამბობ. წარმოიდგინე ასეთი პატარა ეკო და ელიფი. ძალიან საყვარელები იქნებიან და შენ ბებია იქნები. ნუ ბოდავ, ყბას გაგიტეხა. დედა, ელიფის გარეშეც არიელი ვარ, შეიგინე ეს. გთხოვ. შვილო, ცუდი მახსოვრობა გაქვს, 2 დღეში დაგავიწყდება. არ დამავიწყდება, დედა. რაიონის ხალხს დაელაპარაკე, უთხარი რომ შენ მოიგონე. ზუმრუდი რომ არ წავიდეს. რა მოხდება? ეკო, თუ მაგ ჯადოქარ ზუმრუდს ეტყვი რომ ეგ სიტყვები მე ვთქვი, გეფიცები ენას ამოგაძრობ. არა, დედა, გთხოვ, ღვთისმშობლისათვის. როგორ არ გსვენია? ასე როგორ შეიძლება? რა არის ოჯახში მთავარი? ნდობა, გთხოვ. მე რა ვიღაც გოგოს გამო დედას ასე მოვიქცევი ღვთისმშობლისათვის. გალბატონო, დედა ჩემი საკუთარი დედა, მაგრამ ოჯახებით ვერ გდებით ერთმანეთში. დედა ჩემი ძალიან ბოროტია, მაგრამ მე ღმერთს მადლობა მამას ვგავარ. ანუ ყველაფერი მენექშე მოიგონა? დიახ, ნახედაო, რას გეუბნებოდი? გეუბნებოდი რომ მალე გავიგებდით. აი, ანუ ამიტომ იქცეოდნენ ასე? დიახ, იმიტომ რომ დედა ორგანიზებულ ჯგუფშია და უყვარს მუშაობა. დედა, თუ მთელი დღე ყველას მიატყუებ რომ ეს რა ქურდია, ისინიც ასე იტყვიან შენზე. ეს ნორმალურია? შვილო, ეგ ფრაგმენტი იყო. ფილმი ახლა იწყება.